Netzwerk საინფორმაციო სამსახური სპეციალური გამოშვებით კვლავ პირდაპირ ეთერშია. Ამ დროისთვის გურჯაანში მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, გურჯაანში მუშაობენ ასევე ჩვენი გადამღები ჯგუფები და პირდაპირ ეთერში მადონა ბატიაშვილი ჩაგვერთვება. მადონა, რა ვითარება ამ დროისთვის და რა ხდება ადგილზე? მე ხლა ვიმყოფები გურჯაანში, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ იმყოფებიან ოჯახის ახლობლები, გურჯაანელები, რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც მე-9 არხის ეთერით შეიტყვეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ და ჩამოვიდნენ გურჯაანში. აქვე არის მობილიზებული საპატრულო პოლიცია, კახეთის კრიმინალური პოლიცია, რომელიც ოჯახში ამ დრომდე ატარებს მოკვლევით სამუშაოებს. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები გამორიცხავენ იმას, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რადგანაც ოჯახი არის ქართული ოცნების მხარდამჭერი და როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, მანამდე იყო ოჯახის წევრებზე მუხარები ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იყო ფულის შეთავაზების მცდელობა. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ეს კომენტარები. აი გითხარი სრაფის ბავშვია მოტაცებული დაწყნარდი მანანა 1 საათი ბავშვი მელაპარაკებოდა ძია მე მუქრე წავალი თოკით გადავკეტებავი და პანჯარა და დაგკეტება და გამოპარებული იყო და იმ ხუთი ჩამოტრიადი კიდე მაგლა კუშავდა და ბავშვი და ძაღლია იკეთებოდა აი და აღარ იყო ვაჟიდე გარიგებაში რამდენ ლარს თავაზობდნენ გარიგებაში? არ ვიცი გარიგებაში რამდენს, მაგრამ სააკაშვილის წყარის უნდა გადასულიყვნენ და სააკაშვილის წყარის არ გადავიდა, ჩემი და ქართულ ოცნებაში დარჩა. და ეთყობა მაგის იმისთვის ჩვენ სოფელში იქ შეუგდეს ბომბი ვიღაცა სახლი აუფეთქეს დაწვეს და მე კიდე რახა მეხა ჩემი და არ გამოვიდა იმ პარტიიდან თავის დიშვილზე იძიეს შური მეტი რაღა უნდა გავაჯობდნენ? არ ვიცი, ეგ არ ვიცი, წეგან ჩემა დავთქვა მე თვითონ განვაცხადებ. ეგ ნამდვილად არ ვიცი. გავრიგებული ყავდა. პირად ზუსტად 3000 არა. რამდენსაც დამისახელებ. იმდენსო. ნახევარს მოგიტან. დღეისაზე მითხრა, ნახევარს მოგიტან ორშიო. ვინ გეუბნებოდათ ამას? მე ვთხარი რომ მე ამას ჩემი მე ვიცოდი რომ მე ამ ყველაფერს მოღალატე არ ვიქნებოდი და არ უღალატებდი ფულის გულზე ჩემ წევრებს და ჩემ სამშობლოს. ვინ გეუბნებოდა ამას? ვთხარი რომ მე ჩემ მეუღლეს ვეთქვი და იმასთან ერთად გადავწყვეტა მე იმის გარეშე არ მაქვს უფლება რომ შენ რამე გითხრა მე. და კაიო მაშინო მოიფიქრეო და მითხარიო პასუხიო რომ მოვიდა ჩემი მეუღლე უთხარი რომ მეთქი აი დამემუქრა მე რაც მოგიო მე თავსო უნდა დააბრალო ჩვენაო ისე ერთი მარტო ასე ნაციონალური მოძრაობიდან გეუბნებოდნენ ამას? ნაციონალური მოძრაობის წევრია. წევრი კი არა, რა ვიცი რა, ძალიან დიდ რამის წარმოადგენს თბილისშია მუშაობს თემის პიროვნება. ამჟამად ჩამოსულია აქ, არის კოლაგელი. გვარი სახელი თუ შეიძლება? აი მე არ შემიძლია მეშინია ჩემ შვილებსაც არა უდეხონ რომელი დაუდგებით აქედან რომელი ოპოზიცია კი არა თქვენ შვილებსაც ემუქრებოდა? ჩემი შვილებზე იყო ეს ყველაფერი გამიზნული. ჩემი შვილი იყო იქ, სადაც მივიდნენ და ჩემი შვილი პირადად მარტო კარი იყო და ჩემი დიშვილი დახვდათ. ერთი შვილი სხვაგან წავიყვანე რომ მეშინოდა და ერთი შვილი იქ იმყოფებოდა, სადაც ჩემი დიშვილი იყო, მაგრამ ზემოთ სართულზე რა და იქ რო ვერ ავიდნენ, იქ ბაბო ჩემი, პაპა ჩემი, ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ბავშვს ხელდა როგორ გამოგლეჯავდნენ და ის ბავშვი დახვდათ გარდაცვლილი ბავშვის დეიდას ქართული ოცნების საკმაოდ სოფელში ამბობენ, რომ საკმაოდ აქტიური მხარდამჭერია. ქართული ოცნების გურჯაანის შტაბში არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან თავდაპირველად ხორციელდებოდა სწორედ გარდაცვლილი ბავშვის დეიდაზე მუხარები. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ გურჯაანის ქართული ოცნების გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანენა ბერიკაშვილის კომენტარი.
ბავშვი მელაპარაკა ერთი საათი. პრობლემა მაიზულებენ რომ დავით ახლა ფული რამდენი გინაო ისა სულ ყველაფერი გველაპარაკა. თლიან ჯგუფს. ვინ აიძულებენ ბატონო ვინ? როგორ ვინ? ვინ გემუქრებიან? ვინც გემუქრებიან? თვითონ ის ბავშვი იტყვის. მე ნუ დამაძალებ, ძალიან გთხოვთ. მაგრამ თელ გუნდთან ერთად, 10 კაციან გუნდთან ერთად ბავშვმა ილაპარაკა სულ ყველაფერი და ამისი დიშვილი გაიტაცეს 9 თვის ბავშვი. რა უნდა ვთქვა ხალხო, ტერაქტები ხო ბავშვ 9 თვის ბავშვებს თქვენ ცოცხები გაგიკვირდათ ციხეში? 9 თვის ბავშვს იტაცებენ. ეს არ არის ქვეყანა. აქ ამ დრომდე მუშაობს, როგორც უკვე გითხარით, მუშაობს კრიმინალური პოლიცია. ჩვენ ჟურნალისტებს არ გვეძლევა ოჯახში შესვლის და უშუალოდ დათვალიერების საშუალება. კრიმინალური პოლიცია არ გვეძლევს საშუალებას, რომ შევიდეთ ოჯახში. როგორც ახლობლები და მეზობლები ამბობენ, გამორიცხავენ, რომ ეს არის უბედური შემთხვევა, რადგან ბავშვი ნაპოვნი არის ქვევრში, სადაც იყო წყალი და ქვევრი იყო ქვევრს დაფარებული ქონდა მძიმე ქვისაფარობელი, რომლის გადაადგილებაც არათუ 9 თვის ბავშვს გაუჭირდებოდა მოზრდილ ადამიანსაც, ამიტომ სოფელში აქტიურად მიდის საუბრები იმაზე, რომ ეს არის განზრახ ჩადენილი დანაშაული, თუმცა ამას პოლიცია გაარკვევს. ამ დრომდე როგორც უკვე გითხარით, ოჯახში მუშაობს კრიმინალური პოლიცია. მადლობა მადონა, ეს მადონა ბატიაშვილი იყო გურჯაანიდან 9 თვის ბარბარე რაფალიანი ქვევრში დამრჩვალი იპოვეს, მანამდე მშობლებმა ბავშვი დაძინებული დატოვეს ერთი ადგილზე დაბრუნების შემდეგ კი ბავშვი უკვე ადგილზე აღარ დახვდა, 1 საათიანი ძებნის შემდეგ კი ჩვილი ქვევრში იპოვეს. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა ადგილზე, როგორც უკვე ნახეთ, კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, ეს არ იყო უბედური შემთხვევა, რადგან ქვევრს ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ გურჯაანის საავადმყოფო, იქ ჩემი კოლეგა თეა ალავერდაშვილი მუშაობს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის თეა. თეა, რა ხდება ამ დროისთვის საავადმყოფოში, რა ვითარება და რა ინფორმაცია შეგიძლია რომ მოგვაწოდო? ეხლა ამ წუთებში ჩვენ ისევ ვიმყოფებით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოსთან. აქედან ჯერ კიდევ არ მომხდარა გარდაცვლილი შვილის გადასვენება მშობლიურ საცხოვრებელ სახლში. აქ ყოველწუთიერად მოდის ხალხის ნაკადი, მოდიან როგორც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები, ასევე რიგითი გურჯაანელები. ყველა მათგანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს აღნიშნული შემზარავი ფაქტის ჩამდენი. სულ რამდენიმე წუთის წინ აქ ჩამოვიდნენ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები, ჩემთან ერთად იმყოფება ბატონი ირაკლი ალასანია. ბატონო ირაკლი, რა შეფასებას მისცემთ მომხდარს და იყო თუ არა ეს პოლიტიკური ანგარიშწორება? პირველ რიგში ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. მე არ ვაპირებ ამ პოლიტიზირებას ამ საკითხის, რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევია, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკოთ ფაქტებზე. ქალბატონ მანანა ბერიკაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიდის უკვე რამდენიმე დღეა პირდაპირი ანგარიშწორება. ასევე ჩვენს კოორდინატორზე, რომლის ოჯახშიც დატრიალდა ეს ტრაგედია. არაერთხელ დაემუქრნენ, იყო მცდელობა გადაბირების, თხოვნის და შემდეგ უკვე მუქარის. და სწორედ ამ ოჯახში მოდატრიალდა ეს ტრაგედია და ამიტომაც აქვს მთელ საზოგადოებას ეჭვი, რომ უკავშირდება ამ მუქარებს ამ ბავშვის ესეთი ტრაგიკული გარდაცვალება. რა თქმა უნდა, სიმართლე ყველა ვარიანტში გაირკვევა, მაგრამ ჯერ ნაადრევია ჩვენი მხრიდან ვილაპარაკოთ კონკრეტულად პოლიტიზირებული არის თუ არა ეს საქმე. ამიტომ მეც თავს შევიკავებ, მაგრამ ერთ რამეს დავპირდები. მთელ საქართველოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, რომ აუცილებლად დავადგენთ ვინ არის დამნაშავე და ის კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. მე მინდა მიმართო ასევე ყველა ჩვენს მხარდამჭერს, კოორდინატორს, რომელთა წინააღმდეგ უკვე დაიწყო რამდენიმე საათია პოლიციის მხრიდან პირდაპირი მუქარა, რომ სისხლის სამართლის საქმეა მათზე აღზრული. გაუძლონ სულ რამდენიმე საათი დარჩა, ვიდრე ეს ხელისუფლება, ეს ძალადობის ხელისუფლება არ დამარცხდება ამ არჩევნებში. ასე რომ მოვითმინოთ ყველამ და სწორედ ჩვენი მოთმინებით არ მივცეთ საშუალება რაიმეს პროვოცირება გააკეთოს ამ მოჯალათა ხელისუფლებამ. მე მითხრეს, რომ გამოდიან დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომელთაც დაკარგული აქვთ აბსოლუტურად ყველანაირად ადამიანობა და კიდევ
იმუქრებიან და კიდევ ბრალსდებენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს რაიმის პოლიტიზირებაზე. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩაიდინა სისასტიკე და სადიზმი ციხეებში, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყოველ დღე საკუთარ მოქალაქეებს ძალადობის ქვეშ ამყოფებს და ამას ყველაფერს ბოლო მოეღება. სიმართლე გაირკვევა აუცილებლად. მე ამას ვპირდები ოჯახსაც და ვპირდები მთელ საქართველოს. დიდი მადლობა. Სულ რამდენიმე წუთის წინ აქ მოვიდნენ გურჯაანი ველისციხის ეპარქიის მამები, ისინი ცდილობენ აღშფოთებული ხალხის დაწყნარებას და კიდევ ერთი დეტალი გავრცელდა რამდენიმე ხნის წინ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ჩვილის მამა ამ დროისთვის გადაყვანილი ყავთ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში, მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მან თავად განაცხადა ადვოკატის დასწრებაზე უარი და ვითარებაში გასარკვევად კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები პოლიციასთან მისვლას გეგმავენ. მადლობა თეში ნაუცილებლად ჩაგრთავთ გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ სოფელ კალაქში 10 თვის ჩვილის ბარბარე რაფალიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით ადგილზე მუშაობს კრიმინალისტების ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა უმოკლეს სვადებში დადგინდეს რა მოხდა სოფელში. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, მაქსიმალურად ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რომ მაქსიმალურად სწრაფადებში დადგინდეს რა მოხდა და რის სიმსხვერპლი გახდა ეს პატარა ბავშვი. გამოძიება უკვე მიმდინარეობს, კრიმინალისტების ჯგუფი ადგილზე მუშაობს და მინდა ვუთხრა ოჯახს და ყველას მთელ საზოგადოებას, იმიტომ რომ მე მგონი ესეთი ფაქტები საზოგადოებრივ ყურადღებას იმსახურებს და არასოდეს არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი, რომ აუცილებლად დავადგენთ რასთან გვაქვს საქმე და რის შედეგად გარდაიცვალა პატარა ბარბარე. მაგრამ ამავე კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკურ კონტექსტში ესეთი ტრაგედიის გახმოვანება არის როგორც მინიმუმ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნუ გადავალთ რაღაცა ადამიანურ მინიმალურ ზღვარს, გარდაიცვალა ბავშვი. ყველას ინტერესში შედის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაუდგეთ ოჯახს გვერდში და გავარკვიოთ რა მოხდა. სამწუხაროდ ძალიან გამიჭირდება რამის თქმა, ჩვენ ვიცით როგორ შემოვიდა განცხადება პოლიციაში და რეკა ოჯახმა 10 თვის ბავშვის დაკარგვასთან დაკავშირებით პოლიცია გავიდა ადგილზე. ის წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ოჯახმა მოგვცა, რომ ბავშვი იმყოფებოდა პირველ სართულზე, თავად იყვნენ იმავე სახლში მეორე სართულზე, თუ არ ვცდები, სადილობდნენ. ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ, ჩავიდნენ ქვევით, ბავშვი დააწყნარეს, აბრუნდნენ უკან და შემდეგ როცა დაბრუნდნენ, ბავშვი აღარ იყო. პოლიციასთან ერთად ოჯახი და მეზობლებიც ეძებდნენ ბავშვს, მალევე იპოვეს იქვე მიმდებარე ეზოში თუ არ ვცდები ქვევში, რომელიც ნაწილობრივ წყლით იყო სავსე. ეს არის ჯერჯერობით რაც ვიცი. ადგილზე მომუშავე კრიმინალისტებისგან დამატებით ინფორმაციას ველოდები და კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს საქმე იმის თქმაც არ უნდა, რომ ჩემ პირად კონტროლზე იქნება. ნაციონალური მოძრაობის პრეს-სპიკერმა ჩივრა თაქთაკიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა, მან მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და მიუსამძიმრა გარდაცვლილი ჩვილის ოჯახს. ჩივრა თაქთაკიშვილმა აქვე განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი მეცხრე არხის მიერ გახმაურებული იყო როგორც პოლიტიკური მოტივებით ჩადენილი დანაშაული, რითიც მეცხრე არხმა ხელი შეუწყო მანანა ბერიკაშვილის საარჩევნო კამპანიას და ქულების დაწერას. ჩივრა თაქთაკიშვილის განცხადებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კოალიცია ქართული ოცნება საკუთარ ტელეკომპანიებს, მაესტროსა და მეცხრე არხს ასეთი შემთხვევებშიც კი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. რომელსაც რაღაცა წმინდა გააჩნია და რაღაც ვარ თავზარდაცემული და თანაგრძნობას ურცხადებ გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახს. პოლიცია დარწმუნებული ვარ, გაარკვევს ყველაფერს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მაგრამ არის არანორმალური სიბინძურე და შეურაცხმყოფელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, როდესაც კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პოლიტიკური ძალა და ივანიშვილის ჟურნალისტები ამ ტრაგიკულ შემთხვევას იყენებენ პოლიტიკური манипуляციებისთვის. ეს არის სიბინძურე, ეს არის ამაზრზენი, ამას არაფერი საერთო არ აქვს ადამიანობასთან, არაფერი საერთო არ აქვს არავითარ წმინდასთან. ჩვენ ვართ აღშფოთებული და მე მოვუწოდებ და ვეკითხები მანანა ბერიკაშვილს, ქართული ოცნების კანდიდატს, ასევე ივანიშვილის ტელევიზიას. რომელ ავადმყოფურ გონებაში შეიძლებოდა მოსულიყო აზრათის, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევაში მოეძებნათ პოლიტიკური სარჩული. კონკრეტულ ადამიანს შთააგონეს გარდაცვლილი ბავშვის დედას, რომ ამ ყველაფერს გარკვეული პოლიტიკური სარჩელი აქვს. ეს არის
დაუშვებელი, ეს არის ადამიანების შეურაცხმყოფელი, ეს არის იმის გამოხატულება, რომ არც ქართულ ოცნებას, არც მანანა ბერიკაშვილს და არც მეცხრე არხს, როგორც ამ ყველაფრის პროპაგანდის გამხორციელებას არ აქვს არავითარი წმინდა და ადამიანური დარჩენილი საკუთარ თავში. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა და ჩვენ ამ კომენტარს პირდაპირ ეთერში თავაზობთ. ჩვენ შეწრუნებულები ვართ მომხდარი ფაქტით, რადგან პატარა ბავშვის გარდაცვალება მართლაც ტრაგედიაა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს მოხდეს ნათელს და დაადგენს თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ეს სცილდება ყველანაირ ზღვარს. მე საერთოდ ჩემს კონკურენტებზე საუბარი არ მიყვარს, იმიტომ რომ ეს ჩვენი სტილი არ არის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებმა უნდა ჩაიაროს ჯანსაღ კონკურენციაში, მაგრამ მანანა ბერიკაშვილი, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილის მოქმედება ყველანაირ ზღვარს სცილდება. იმიტომ რომ არ შეიძლება, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის ივაჭრო პატარა ბავშვის სიცოცხლით, რომ რაღაცნაირად წაგებული არჩევნებიდან გამოძრე და მოიგო. სოფელ კალაგანში გურჯაანში მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა კოალიცია ქართული ოცნების პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, იგი მომხდარის გამოძიებას ითხოვს. თქვენ ყველამ უკვე იცით ალბათ, რომ გურჯაანში დაიღუპა 9 თვის ბარბარე რაფალიანი. იცით, რომ ბავშვი გაიტაცეს ოჯახიდან და იპოვეს ქვევში. სამწუხაროდ იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პირველ რიგში კოალიციის სახელით მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და ჩემი გულწრფელი თანაგზნობა გამოუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. გარდა იმისა, რომ ეს არის ადამიანური ტრაგედია, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი კიდევ იმიტომ შეძრა ამ ამბავმა, რომ იგი იცნობდა ბავშვის დეიდას, რომელიც იყო ქართული ოცნების კოორდინატორი, ქალბატონი დალი მეჩერიშვილი. მასთან სტუმრად იმყოფებოდა მისი და სწორედ მისი დისშვილი არის ეს ბავშვი 9 თვის ბარბარე. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ დალი მეჩერიშვილს ემუქრებოდნენ, რადგანაც იგი იყო ქართული ოცნების კოორდინატორი. მიუხედავად ამისა, მე თავს ვიკავებ ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებისგან, რადგანაც პირველ რიგში მიმაჩნია, რომ საქმე უნდა იყოს გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, ქონდა თუ არა ამ ფაქტს რაიმე შეხება პოლიტიკურ მიზნებთან. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით კი გურჯაანის მოსახლეობას, რომელიც ახლა წარმომიდგენია, როგორი აღელვებულია, ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი შეკრებილები არიან გარდაცვლილი ბავშვის სახლთან, რომ გამოიჩინონ სიმშვიდე და მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი ანგარიშწორებისაგან. მე მესმის, რომ ეს ძალიან ძნელია ასეთ სიტუაციაში, როდესაც საქმე ეხება 9 თვის ბავშვის სიცოცხლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველ რიგში მინდა სიმშვიდისკენ მოუწოდო ყველას. ხოლო პოლიციას მინდა მოუწოდო, რომ დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. და ჩვენ საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავთვალოთ კოალიცია ქართული ოცნების პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე. მოგესალმებით ქალბატონო მაია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიცია ქართული ოცნების წევრები დაბარებულები არიან დაკითხვაზე კახეთის რეგიონზე. მოგვს საუბარი, რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით? მე მაინც მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩემი ბრიფინგი გაუშვით, ერთი წამი უნდა დავკარგო იმაზე, რომ გულწრფელი თანაგზნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადო დაღუპული ბავშვის ოჯახს. და გარდა ამისა მინდა შევეხმიანო კახეთის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატს ნაციონალური მოძრაობისგან, რომელმაც ილაპარაკა იმაზე, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში. რანაირად უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები მშვიდ ვითარებაში, როდესაც ხდება ისეთი ფაქტები, რომელიც უკვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დააშინოს ხალხი, ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს არჩევნები. სწორედ მე სხვათა შორის ძალიან მიმძიმს ახლა ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი, როდესაც ასეთი ტრაგედია მოხდა გურჯაანში, მაგრამ ესეც აუცილებლად უნდა ითქვას. კიდევ ერთხელ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ძნელია, ყველას მოუწოდო სიმშვიდისაკენ, განსაკუთრებით კი გურჯაანში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ხვალ არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს და ყველას მიეცეს ხმის მიცემის საშუალება, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის ხელისუფლებაზე.
ეხლა რა ხდება? პირველი რაც დღეს გავიგეთ იყო ის, რომ დაახლოებით 20,000-მა დამკვირვებელმა ვერ მიიღო თავისი დამკვირვებლის დამადასტურებელი მოწმობა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან. საქმე ეხება იმ 61,000 დამკვირვებლის 1/3-ს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არიან წარდგენილები დამკვირვებლებად. მეორე რაც დღეს გავიგეთ იყო ის, რომ ძალიან ბევრ უბანზე არის არეული ბეჭდები. სხვა მაგალითად საჩხერიდან გვატყობინებს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა კობახიძე, რომ ერთი სოფლის ბეჭდები მისულია მეორე სოფელში და ასე შემდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ შეიძლება გაიხსნას უბნები, აღმოჩნდეს, რომ არ არის ყველაფერი წესრიგში და უბნები ისევ დაიხუროს. და მესამე რაც ყველაზე მეტად არის აღმაშფოთებელი, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ურეკავენ ჩვენი კომისიის წევრებს, ეუბნებიან, რომ ზარი არის პოლიციიდან, ეუბნებიან მათ, რომ ბრალი ედებათ 250 ლარის ქრთამის აღებაში და ხვალ და ზეგ არიან დაბარებულები პოლიციაში. მე მინდა ყველას მოუწოდო, განსაკუთრებით ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს კომისიის წევრებს, რომ ეს არის პროვოკაცია, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული, რომ ხალხი დაშინდეს, რომ არჩევნების პროცესს შეეშალოს ხელი და არანაირად არავინ არ უნდა წავიდეს არანაირ დაკითხვაზე, რადგანაც თუ კი არ არის მიღებული უწყება პოლიციიდან დაკითხვაზე გამოძახების შესახებ, მათ სრული უფლება აქვთ, რომ არ დაემორჩილონ ამ უცნობ სატელეფონო ზარებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებ იმისაკენ, რომ ხვალ არის გადამწყვეტი დღე საქართველოს ისტორიაში, ხვალ არის დღე, როდესაც ქართულმა ოცნებამ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, ვინც ნახა გუშინდელი აქციები თბილისსა და ქუთაისში და ვინც თვალსადევნებდა ქართული ოცნების 4-თვიან საარჩევნო კამპანიას, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ხელისუფლება არის შეშინებული, რადგანაც ზუსტად იცის, რომ ხვალ ამ არჩევნებში დამარცხდება, მაგრამ საჭიროა სრული მობილიზაცია ჩვენი მომხრეების, არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, ყველანი წყნარად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხელი შეუწყოთ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს. კალბატონო მაია, მე მინდა დავუბრუნდეთ იმ ფაქტს, რომელიც მოხდა გურჯაანში, თქვენი ოპონენტები, შევართ აქთაკიშვილი კონკრეტულად და ღვინიაშვილი აკეთებენ განცხადებას და საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ მოახდინა ამ საზარელი ფაქტის პოლიტიზირება. რას უპასუხებთ ამ კომენტარს, თუ შეიძლება თქვენს რო გითხრათ? ძალიან ძნელია, როდესაც ასეთი რამ ხდება ემოციების დამორჩილება. ქალბატონი მანანა იყო აბსოლუტურად წყობიდან გამოსული, იმიტომ რომ ეს მოხდა მის გვერდზე. იგი იცნობს ამ ბავშვის დეიდას, რომელიც იყო ჩვენი კოორდინატორი, ჩვენი კომისიის წევრი და რომელსაც ემუქრებოდნენ, არსებობს სამწუხაროდ ეს ფაქტები, რომელსაც ემუქრებოდნენ მანამდე, ემუქრებოდნენ მისი შვილების გატაცებით, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, ეუბნებოდნენ და უნდათ მისი გადაბირებას თავაზობდნენ ფულსაც. ქალბატონი მანანას წინააღმდეგ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ასეთი აქტიური პოლიტიკური ბრძოლა, ოღონდ არაპოლიტიკური მეთოდებით, არამედ ძალადობრივი მეთოდებით და აი ამ ფაქტებმა იმ აღელვების მომენტში ქალბატონ მანანას ემოციურად ათქმევინა ის, რაც რასაკვირველია, სანამ არ იქნება გამოძიება დასრულებული, ძალიან რთული სათქმელია, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. სწორედ ახლა მოეთხოვება პოლიციას სრული მობილიზაცია და მოეთხოვება ამ საქმის უსწრაფესად გახსნა, სწორედ იმიტომ, რომ არ გახდეს იგი მსგავსი სპეკულაციების საბაბი. სხვათა შორის სოციალურ ქსელებში სხვა ვერსიებიც გავრცელდა, მე სწორედ იმიტომ, რომ არ შეუწყო ხელი ემოციების კიდევ უფრო ესკალაციას, არ გავიმეორებ იმას, რაც წერია Facebook-ზე, მაგრამ არის აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებებიც და მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი ქართულ ოცნებას დაბრალდეს. ამიტომ მე ყველას მინდა მოუწოდო და ქალბატონი მანანასი მე ძალიან კარგად მესმის, როდესაც შენს გვერდზე ხდება ეს, მე დღეს პირველად ამ 7 თვის განმავლობაში გამიჭირდა ბრიფინგის ჩატარება. არასოდეს მე ესეთი საზარელი ფაქტი გამოსაცხადებელი არ მქონია ბრიფინგზე. და მე კარგად მესმის მისი, რომელიც არის იქ ადგილზე, რომელიც უყურებს ამ ტრაგედიას, ტრიალებს იქვე. მე წარმომიდგენია, რომ ასეთ დროს ძალიან ძნელია შეიკავო ემოციები, მით უმეტეს რომ ყველაფერი ამას წინ უძღოდა. მოლოტოვის კოქტეილის აფეთქება, რაც იცით კარგად გადასცა ყველა ტელევიზიამ ფაქტიურად და რასაც წინ უძღოდა ის ფაქტები, რომელიც მან იცოდა კონკრეტულად ამ ოჯახის წევრების ზეწოლის შესახებ.
ქალბატონო მაია, ერთსაც კითხავ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე საათში უკვე საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები ხშირად აცხადებდით იმას, რომ მომზადებულები იყავით მზად ქონდათ ყოველგვარი მექანიზმი, რათა არჩევნები არ გაყალბებულიყო და მაქსიმალურად მოგეხდინათ ხმების დაცვა. იყავით თუ არა მზად იმისთვის, რომ აი თუნდაც აღნიშნული ფაქტი 20,000-მა დამკვირვებელმა ვერ მიიღო უფლება იმის, რომ დააკვირდეს არჩევნებს. რას აპირებს კოალიცია ქართული ოცნება? მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვართ მობილიზებულები და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ყველაფერი, რაც მოხდება, ნებისმიერი დარღვევა, უსწრაფესად შევატყობინოთ მათ, ვისაც ეს ეხება. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. საერთაშორისო დამკვირვებლები ინფორმირებულები არიან ყველაფრის შესახებ. ეხლა მზადდება სიები იმ ხალხის, ვისაც ურეკავენ ვითომ და პოლიციის სახელით. ჩვენ მათ ვაფრთხილებთ, რომ ამ პროვოკაციას არ წარმოეგონ. ჩვენ გვაქვს აქტიური კონტაქტი აბსოლუტურად ყველა უბანთან, კომისიის ყველა წევრთან. ეხლა აი ამ შუაღამისას ხდება იმ ბეჭდების, ჩვენს მიერ იმ ბეჭდების გადანაწილება სწორი მიმართულებით. კიდევ ერთი რამ მინდოდა აღმენიშნა და დამავიწყდა, ეს იყო ის, რომ ბიულეტენები ძალიან ბევრგან არის გახსნილი. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ყველა დარღვევა, უმცირესიც კი, მივაწოდოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მივაწოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ყველას, ვინც არჩევნებს აკვირდება და ეს ყველაფერი ასახული იქნება შემდეგ საბოლოო შედეგებზე. მაგრამ თუ არ ვცდები და დღეს კიდევ ბევრჯერ მოვისმინეთ ეს ხელისუფლების მხრიდან, ისინი დებდნენ პირობას ყველასთან დასწრებით და ყველას თვალწინ, რომ ეს იქნება უპრეცედენტოდ ორგანიზებულად ჩატარებული არჩევნები. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი გასაკეთებელია, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც არის მისი პირდაპირი მოვალეობა. თუ კი მას არ უნდა, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც უპრეცედენტო გამყალბებელი არჩევნებისა. საერთაშორისო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან არიან მუდმივ კავშირზე და აბსოლუტურად ყველა მინიმალურ დარღვევასაც ჩვენ მათ ვატყობინებთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში კოალიცია ქართული ოცნების პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე პასუხობდა. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა პეტრე ცისკარიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ქართული ოცნების მხრიდან მომხდარი უბედურების პოლიტიკასთან დაკავშირება ამორალურია და ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ჩვენ შეწწუნებულები ვართ მომხდარით, ეს არის მართლაც უდიდესი ტრაგედია, რაც სოფელ კოლაქში დატრიალდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია ყველაფერს გამოიძიებს და სიმართლე დადგინდება, მაგრამ ის, რასაც ქართული ოცნება ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით აკეთებს, ამას ვერ დავარქმევ სხვა ვერაფერს თუ არა ბოროტებას. ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასვლა, რა ღირს ის კამები, რისთვისაც ისინი იბრძვიან. მათ ყოველგვარ ზნედაცემულობას, ყოველგვარ ზღვარს არის გადაცილებული ის ბოროტება და ის მოქმედება და ის სიბინძურე, რომლითაც ქართული ოცნება ოპერირებს, რომ უკავშირებენ ყველაფერს თავის რამოდენიმე დამატებით პროცენტს და დამატებით პოლიტიკური ქულების და მხარდაჭერის მოპოვებას. თავის პოლიტიკურ ოპონენტს ადანაშაულებენ ისეთ რაღაცაში, კანიბალიზმში, კაციჭამიობაში, დაუდანაშაულებელში, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია. ესეთი რაღაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ის ზნედაცემული ადამიანები, ვინც ამ ტრაგედიას პოლიტიკასთან აკავშირებენ, მე მგონი ქართული საზოგადოების წინაშე უნდა აგონ პასუხი, იმიტომ რომ ესეთი რაღაც ჯერ ქართულ პოლიტიკაში არასდროს არ მომხდარა. პარლამენტის წევრი გლდანის ციხის ღობეზე გადაზრდა დიმიტრი ლორთგიფანიძეს აჟილახსულების დაწესებულებასთან ორი პატიმრის მდგომარეობის გასარკვევად იყო მისული. იგი ნახევარი საათის განმავლობაში ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა დეპუტატს პასუხი არავინ გასცარის შემდეგაც თავად გადავიდა ციხის ტერიტორიაზე. საქმე ეხება მსჯავრდებულებს ბადრი დერვიშევსა და მის ბიძაშვილ გიორგი სადოიანს, რომლებიც ადვოკატისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით სასტიკად არიან ნაწამები. დღის 3 საათზე ბადრი დერვიშევის სანახავად მამა იყო შესული, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი ნაცემი და ნაწამებია. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მათ პატიმარს გარკვეული წამლებით აბრუებენ, თუმცა თავად მსჯავრდებული ამაზე ოჯახის წევრებთან ღიად ვერ საუბრობს. ბადრი დერვიშევის ახლობლები ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, რომ პატიმრის ნახვის საშუალება მათ მისცენ, ან ჟურნალისტები შეუშვან. ანალოგიურ მდგომარეობაშია მეორე პატიმარიც გიორგი სადოიანი. დღეს იგი დამ და ბიძამ მოინახულეს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მსჯავრდებული მძიმე მდგომარეობაშია. საჟილახსულების სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პატიმრებმა თვით დაზიანებები მიიღენეს. ვითარებაში გასარკვევად გლდანის მერვე დაწესებულებასთან დეპუტატი დიმიტრი ლორთგიფანიძე, კახა კუკავა და უფლება დამცველები მივიდნენ. ისინი ამ დრომდე იქ იმყოფებიან. ციხის ადმინისტრაცია კი მხოლოდ ერთი კომენტარით შემოიფარგლა.
ჩემი ძმარი პატიმარი ბადრე დავრიშევი მაგარი ნაცემია მაგარი სასტიკათა ნაცემი არც მშობლებს აჩვენებენ არც нас არ გინდა ერთი მეორე ჩემი ძმარი პატიმარი ბატონო დღეს მამაჩემი იყო ამანათი შეგზავნა იყო დღესა მოგ მამაჩემს ამანათი არ აჩვენებენ მის შვილს არც ამანათი მიდის შეაგდარც პასუხი გამო ამომენტსაც მათ სოციალურ და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არანაირი ზეწოლა მათზე ფიზიკური ან სიტყვიერი არ ყოფილა რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ახლობლების წინაშე ნებისმიერ საჯარისოების დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის სოციალურ და ჯანმრთელობას პასუხისმგებლობა ეკისრება საჯარისოების დეპარტამენტს და სამინისტროს და ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას მეკავშირდნენ მითხრეს რომ იქაც უკვე პრობლემები აქვს გარკვეული შეზღუდვები უკვე შეინიშნება პატიმრების მიმართ არის მუქარა რომ აი გავიმარჯვებთ არჩევნებში და დედას გიტირებს და ემუქრებიან პირდაპირ ემუქრებიან სხვა შორის აქაც იყო რაღაც რამოდენიმე პატიმრისგან მსგავსი ტიპის ინფორმაცია ამიტომ არაფრის დიდებით არ უნდა მოვეშვათ და ერთის მხრივ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა ბუნებრივია მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი ვალდებულებაა რომ 24 საათიანი კონტროლი გქონდეს საჯარისოების დაწესებულებებში ბოლო დღეები არის მოგვდის ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან არა მარტო გზაზე არის საუბარი რომ ცდილობენ ამ ეგრეთ წოდებული წესრიგი რომელიც დაერღვათ ახლა ამ წესრიგის აღდგენას და გადაჭარბებული სიმკაცრის გამოჩენას ეს გვითხრეს ჩვენ მატროსოვიდანაც გვითხრეს ქსნის დაწესებულებიდანაც და ყველაზე მეტი სიგნალი შემოდის გლდანიდან აქ არიან ოჯახის წევრები მშობლები და ბუნებრივია პირველ რიგში გვაინტერესებს ახლა ამ წუთას რა მდგომარეობაში არის პატიმარი ქართველმა ემიგრანტებმა სტოკჰოლმში აქცია გამართეს და პატიმართა წამება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს აქციის მონაწილეებმა საქმის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. სრული ფალი იყო მოვითხოვთ მიუკერძოვებელ გამოძიებას კანონის სრული დაცვით და გამოვლენილი დამნაშავე თანამდებობის პირებისა და მათი თანამონაწილეების დასჯას ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ჩვენს პატიმრებს ჩვენ ვართ იმ ძალადობის მოწინააღმდეგე რაც ხდება დღეს საქართველოში ამ ყველაფერს გმობთ და ჩვენ კვლავ უბრუნდებით გლდანის ციხის თემას. რამდენიმე წუთის წინ დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოვიდა გლდანის ციხიდან. მისი თქმით, პატიმრების სიცოცხლის ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ისინი ნაცემები არიან. მისივე ინფორმაციით, პატრი დარვიშევს ციხის დაწესებულების ხელმძღვანელი ემუქრებოდა. არ ელაპარაკა ციხეში არსებულ ვითარებაზე, რადგან პატიმარი გაუპატიურების და ცემისა და წამების ფაქტების უშუალო მოწმეა. ლორთქიფანიძის თქმით, ის პატიმრების მდგომარეობას თვალს მიადევნებს. იძულებული გავხდი რომ დამერღვია ასე ვთქვათ შიდა განაწესი და რაღაც გარკვეული ძალის გამოყენებით შევსულიყავი ვინაიდან საკითხი ეხება ადამიანის ყოფნა არ ყოფნას და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას როგორც ჩანს ამ ფორმამ გაჭრა და იძულებული გახდნენ რომ ენახებინათ ჩემთვის ორი პატიმარი დავრიშოვი და სადოიანი რომლებიც უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან ვინაიდან მათ რეჟიმის უფროსი რომელიც გახლავთ რესპუბლიკური სამართლობის ციხის რესპუბლიკური სამართლობის რეჟიმის უფროსი ვინმე ნუკრი ჩხიტუნიძე ემუქრებოდა აშანტაჟებდა და უთვლიდა რომ თუ კი ისინი გააღებენ პირს იტყვიან იმ ვითარების შესახებ რაც სუფევს რესპუბლიკურ სამართლობაში გამოიყენებს მათ წინააღმდეგ შანტაჟს კერძოდ გარკვეულ პატიმართა კონტინგენტს ააჯანყებს მათ წინააღმდეგ ანუ დააწერნებს გარკვეულ ცრუჩვენებებს და მისცემს მას პასუხისგებაში ესე იგი ეს იყო მისი პირობა ამ ვინმე ნუკრი ჩხიტუნის რომელიც ფიზიკური ზეწოლით ემუქრებოდა და ფაქტიურად აშანტაჟებდა პატიმარ დავრაშოვს და დავრაშოვი იძულებული გახდა როგორც თავად განაცხადა მიეყენებინა თვითდაზიანებები საკუთარი თავისთვის მან გადაიჭრა არტერიები ცენტრალური არტერიები მარცხენა ხელზე და მარჯვენა ხელზე და როგორც თავად განაცხადა რომ არ შემოესწრო ამ მომენტში დირექტორ ზურაბ თვალს რომელიც ახალი მენეჯმენტია ახალი დირექტორია იგი ალბათ არც იქნებოდა ცოცხალი მას გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია თუმცა იგი თავს ძალიან ცუდად გრძნობს უკეთებენ რაღაც წამლებს ტრანკვილიზატორებს და ამჟამად ძალიან სუსტად გამოიყურებოდა რა თქმა უნდა და ფსიქოლოგიურად იყო უაღრესად დათრგუნული აი ამის თქმა მინდა ანუ პატიმრები ღიად საუბრობენ ამ წამების ფაქტებზე იყო საუბარი რომ კამერები აეშინია აბსოლუტურად ღიად ისაუბრა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც ეხება ადამიანების დამაცირებელ მოპყრობას პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას წამებას მათ შორის მორგში რა მეთოდებით ახდენდნენ ადამიანების წამებას როგორ აბავდნენ სკოჩით როგორ აგდებდნენ ძირს როგორ აუპატიურებდნენ ამ ცდელობა ქონდათ გაუპატიურების რომ დაეშანტაჟებინათ პატიმრები ამ ყველაფრის უშუალო თვითმხილველი და მოწმე გახლავთ ბატონი ბადრი დავრაშოვი
ბადრი დავრაშოვის ნებართვით ვაკეთებ მე ამ განცხადებას მედიის წინ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური და მნიშვნელოვანი ბრალდების მოწმე, რომელიც მომავალში მართლმსაჯულებას და ახალ ხელისუფლებას აუცილებლად გამოადგება. ამიტომ ბატონმა გიორგი ტუღუშმა განსაკუთრებით უნდა იზრუნოს ამ პატიმარზე, როგორც ბრალდების მოწმეზე, უნდა აიყვანოს პირადი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებისა, მისი უსაფრთხოება და მისი ჯანმრთელობის დაცვა პირადი კონტროლის ქვეშ უნდა აიყვანოს და შესაბამისად უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს ამ მომენტში ხა საფრთხე არ ემუქრება. პირადად მივიღე გარანტიები ორი დირექტორისგან, რომლებიც ახლები არიან და ახალი შემოსული მენეჯმენტია, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ხვალ დილიდან მე კონტროლზე მექნება აყვანილი ეს საკითხი და მოვითხო ბატონი ტუღუშისგან საზოგადოების წინაშე სპეციალური პრესკონფერენციით გააკეთოს განცხადება თუ რა მდგომარეობაშია მათი ჯანმრთელობა დღეს. და ბოლო ინფორმაცია, რომელიც გურჯაანიდან მივიღეთ, ჩემმა კოლეგამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ გურჯაანში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ამით მე უკვე გემშვიდობებით, უფრო დააწრულებით გამოშვებას ამ დეტალების შესახებ ხვალინდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.